მოგესალმებით. დღევანდელ გადაცემაში ერთ სევდიან ამბავს მოგიყვებით. ეს ისტორია 12 წლის წინ დაიწყო. მაშინ ეროვნებით სომეხი ქალბატონი თინიკა ანდრიასოვა 6 წლის ლუკა სოხაძის ძიძა გახდა. 12 წლის შემდეგ გამზდელი აღსაზრდელის შვილად ცნობას და მეურვეობას ითხოვს. ლუკა უკვე 18 წლის გახდა და შესაბამისად კოჯორიდან კახეთში ბროწლიანი სათნოების სახლში გადმოიყვანეს. შესაბამისად ქალბატონ თინიკას თბილისიდან კახეთში კვირაში 3 ჯერ უწევს მოგზაურობა. გამარჯობათ. ეს გზა ბროწლიანი საქმეების სახლამდე ხო? კი, გენაცვალე, პირდაპირ და ხელმარცხნივ. დიდი მადლობა. მაშასე, მოდით ერთად ნახოთ სომეხი ქალბატონის თინიკა ანდრიასოვას ისტორია იმედის გმირში. ეს პირსახოცი პირისთვის, ეს აბანოსთვის, ეს მაიკები ჩემლამაზუს, ესეც მაიკა, ჩემი სიცოცხლის, ეს არის სვიტრი, ნასკებიც, მაიკაც, კიდე ნასკები, რეიტუზიც წავიღო, ჩემლამაზუს, სიცივე არ იყოს წვიმები. ეს შარვალიც წაუღო, ახალია, ვიცი რომ მაიმუნს გაუხარდება, ეს ბოტასებიც ახალია, ჩემი ლუკასთვის არ დამენანა არაფერი, ჩემი ლუკა ოღონდ კარგად იყოს და მალე წამოვიყვანო სახლში. ნუ გზარ, გამარჯობა. თქვენ ხართ ნუ გზარი. ხვალ რომელ საათზე გადიხარ კახეთში, საქობოში. მე თინიკა ვარ, ლუკასთან რომ მივდივარ ხშირად, მე ის ადამიანი ვარ. რომელ საათზე გადიხართ? 11-ზე. კარგით, მაშინ ბაზარში გავივლი და ლუკას რაღაცები უნდა ვიყიდო, ხილი რამე. კი, ერთი ადგილი, დიდი მადლობა. მადლობ. ნიკუნდარება, ლუკა, იცი? ხვალ მოვა თინიკო შენთან. ხვალ მოვა. ლუკა. ხვალ მოვა თინიკო შენთან. წამოდი ახლა დავიძინო. ლუკა, გამოვიცვალოთ საღამურები, ჩავიცვათ ლუკა. ხო, შენი თინიკო მოვა ლუკა. მოგეფერება. ახალ ზიზიებს ჩამოგიტანს ლუკა. კარგი ხარია ლუკა, გაიცინება? გაიცინე ლუკა? ბება შემოვიდა ხადულა მომა. ჩაიცი ლუკაჩო. რა კაი ბიჭი, ამიციე ფეხი ამიციე? ამიციე ფეხი? კაი ბიჭია. ეხლა დაიძინე, კვირის იზმრები და ნუ გაივიცებ შენი თინიკოც მოვა. აბა დაწიკი. დავიძინო. ეხლა მე გავალ ლუკა და მალე შემოვალ შენთან ისევ. გამარჯობა გოა, როგორ ახარ? კარგად. ბავშვი როგორ ახარ? ბავშვი არა უშავს. სკოლაში მიდიხარ? კი. ბავშვთან? ბავშვთან. საქმეები როგორ ახარ? საქმეებს ველოდები. და იქ ხდება, ხო შენ? რა თქმა უნდა. მივდივარ, მოვდივარ. აბა რომ წავიდე. მე გაგიმართოს. მადლობ. ყველას კარგად წავიდე საქმე. და პამიდორიც მომეცი. ჩემ ლუკასთვის ყველაფერი კარგი, მემეტებოდა ცუდი არა. მერთმა დაიფაროს, ცუდი უყიდო. რაც იმედი მაქვს. უკვე წამოიღო, ხო? მოიცა. ეთინი მზავრობა, აბა გუარი. მადლობ.
ბიჭებო, წავიდეთ ვისაუბრო. ისაუბრე გამო. ადი ლუკა, წავიდეთ. ისაუბრე. ჩაი მოვიტანე ლუკას მიარსვი ახლა. გახსოვს ლელა ლუკა რომ მოიყვანეს 2 დღის წინ. როგორ არ მახსოვს? თან თინა რომ მოყვა თავის ძიძა. რა სიყვარულით მოვიყვანე. დიახ, მას თურმე 12 წლის წინ დაუწყია ძიძობა და ლუკა სულიდა. და ის როგორც საკუთარი დედა მასზე ამაგიანად ზრუნავს. ძალიან უყვარს ლუკა. როგორც საკუთარი შვილი, ისე უვლის. ლუკა? ხო, ლუკა. ლუკა უყვარს ძალიან თინას. იყვარს ლუკა თინა. ზოგ საკუთარ დედას არ უყვარს ისე, როგორც ლუკას უყვარს თინა. ხო, ლუკა? მამი მინდა ლუკა. კი, ისე დიდი სასწაულია რა. ადამიანი არ იყოს იმისი არაფერი და ეს ისე დიდი სიყვარული გამოამზადა. აღარ ვიცით როგორ მოუვაროს, რანაირი პატივით ეს. არა. კი. ნამდვილად, ზოგი საკუთარი დედა არ ზრუნავს თავის შვილზე ისე, როგორც თინა ზრუნავს ლუკაზე. მოდი. ემას. მისინა. აი რა ტაკი ბიჭი ხარ. აბა ის მქე. არაფერი. ძალიან კარგია. მერტასი. აი დიაბეტა ლუკა. დიაბეტი რა ტაკი. ესე ფერსი ჩაგაცვა. ლუკას დიაგნოზი ხო იცი როგორია? ძიმებონებრივი ჩამოჩენილობა აქვს, ქვედა პარაპარეზი აქვს, მოძრაობა გაზნელებული, ამიტომ მხედველობის ნერვის ატროფია აქვს, ვერ ხედავს. და ძალიან სამაგალითოა და უცნაურია ალბათ ფინიკას საქციელი. რომ ასე უვლის და ასე უყვარს ჩვენი ლუკა. ვიცი, კი, ნამდვილად ბავშვს პრობლემები სხვაც ბევრი ჰქონდა, ნერწყვის დენაც ჰქონდა თუჩიდან. ამაზეც დიდი ძალისხმევა გამოიჩინა თინამ და აქცევს ყურადღებას. კარგი ბიჭი ხარ. ლუკა ხო, 1 წლის წინ აპენდექტომია გაიგეთ, არ მოშორებია. გვერდიდან და ასეთ კარგ ბიჭს. მაგრამ რა ქნას ღმერთისგან ეს ძიმე მატყობა შეხვდა. უვლის ქალბატონი თინა, სამაგალითოდ მისი ასაკის მიუხედავად, შემოშობელს გაუჭირდეს და ახლობელს მის ასეთი ბავშვის მოვლა. ექიმად ლუკა კარგი ბიჭი არისო. ჩიქა არ გაწეხოსო. კარგი?
როგორ ძამდებით? კარგად ელოდებათ ლუკა, მობრძანდით. დიდი მადლობა, თქვენი დიდი მადლობა. ჩემ ლუკას რო კარგად ასეული, დიდი მადლობა ხალხო. და კიდე ნახერა მოგიტანდი და მოდი გაგოცო დედა. როგორ ახარ სიხარულო? როგორ ახარ? რა დედა? აბაია მოგივლო, ხო? ბიჭმა მოგივლიდა? ხო დედა გივლიდა? ჩაგაცვა? გაჭამა? არა ეგ არა? აბა რა ქნა? ჭიქა გატეხე? ჭიქა? ხო? ეს უნდა ჭიქა. კიდე გატეხე ბიჭო? ნახე რა მოგიტანე ნახე. დედა. კომოდი დაჭდე მოგეფერო. კარგი მოგეფერო. დედა, რა ქნა ლუკა? მოგიარეს კარგად? ხო? გაჭამეს? რა გაჭამეს რა? თია გაჭამეს? კი? დედა, თია გაჭამეს დედა? უთხრა, კიდე რა უთხრა? ყველა ჩვენ გვიყურებს დედიკო, ყველა. 6 წლიდან ვზრდი ამ ბავშვს. ბავშვი არ ხედავს, არ ლაპარაკობს, ეპილეფსიაც ხონდა მოვაშორე. ბრმანაწლავიც მოვაშორე, პირიდან დორგლები ისე მოსდიოდა კრაბივით, ესეც მოვაშორე. მიყვარს, ძალიან მიყვარს. ეს არის ჩემი ცხოვრება, მართლა ცხოვრება. ახალგაზრდა ვიყავი, ჩემი ძმისშვილები გავზარდე პატარაობიდან, პრიუდში დამყავდა ბიჭები, გოგო ვიშვილე. ისინი უკვე დაბინავებულები არიან, კარგად არიან თავიანთისთვის, ეს რო არ ხედავს, არ ლაპარაკობს, ძალიან მეწოდება, რომ ჩემთან არ ყავს. როგორცაც ძალიან უყვარდათ, როგორ შეხვდათ, გავუხარდათ. ჩემი შვილი, მე არ გამიჩენია, იმიტომ რომ კი არა რომ არ შემეძლო ძმისშვილები გავზარდე. და ეხლა ისინი რომ დიდები არიან, ეს მე მირჩევნია ყველას. მართლა ეს ასია. ფინიკალი თავის საჭმელებს მოუტანდა ლუკას, მაგრამ ჩვენის მენიუ გავამზადოთ. დამატებით ყველაფერს აძლევს. ნახე როგორ შეხვდა. ლუკა, რა სიხარული შეხვდა, ფინიკა ასე ჩამოვიდა. ეს ხო წარმოუდგენელია, როგორ უყვარს ხსიშვილი, ისე გამიკვირდა. და იცი, არ უყვარს ზოგიერთი დედა სანაგვეში აღდებს. შვილს და მას ხო ესე ძალიან გულთან რო აქვს მიტანილი მე გვიგვირს ესე როგორ უნდა უყვარდეს ალასას შვილი სასწაულია რამდენად ჩინგი გვირს როგორ არ მიგვირს ასეთი ასაკიანი ქალი ესეთი ენერგიული და ესეთი ხვისაშვილი ასე ძალიან უღმერთოდ უყვარდეს ასაკში არამას უაღრესად დიდი ენერგია აქვს ამ ქალს წავა რა აღარ იცის რა შეაჭამოს ამბავს და უნდა რომ გაძარდრო სანამ ცოცხალი ვარ ამას გადავყვებით ამ თავს დავანაცვლებ ამასო ძალიან ბევრჯერ ვეთქვი ხოლმე რომ ლუკა შენ ხო დიდი ხალი ხარ და ეს პატარა არა მე ამის იქით გზა არ მაქვს უაღრესად მიყვარსო ამას რომ რამე დაემარსოს მე თავს მოვიკლო მე ესეთი სიყვარული მარიკა არ გამიგია ადამიანისა რა მარიკა სამი წელი კიდევია ისა დამის ღირგერძი ანდიკო ჭამე მოგენატრები სიხარულო ხო ჭამეცი ჩონჩხლე ჩემი ოცნება ჩემი სიმდიდრე ჩემი ყველაფერი
ბებიკო, ჰა პამიდორი. ჰა დედა. ესე ჰა ბებიკო. ჰა სიხარული ჩემი. არც ისე ცუდი ადგილია მე პატრონი ორი თვის ქირას დინას წარიქხოვს შეგიძლია საცხოვრებლად დღესო გამოგვიდე სად აქაურობა ინგრევა ხან იმიტომაც ლექს 500 ლირა 1500 თუ გადაიხდი უკეთეს პირობებში იცხოვრებ მოდიცი ვიკო ეხლა გახარო ნანა დავწვეთ სიხარულო ხო დედა მოდი ადე რატო გიქარება დედა მოდი ცოცხლე მოდი შემოგები მოდი დაჭი ხო ფეხებიც უნდა დაგმებანა ფეხებსაც და ნანა დაწვევი მოდი დედა ჩაგაცვა ასე ნანა დედა უკავკნათ მაცა ხელი გაჩერდი გაჩერე ხელები ხალდა მოდი კი წყალს დაგალევინე მოდი დედა ხო რა გინდო ხო რა მითხარი რა ხელით მაჩვენე რა გინდა დედა ხო დედა ადე ასე ნანა ზიზა ეხლა წყალი გინდა დაწიკი და წყალს დაგალევინე ღრმად ხელი გასწორდები ასე შეხარული ეხლა წას მოგიტან ხო იწექი არადგენ ეხლა მოგიტან წას აგერ წყალი მოგიტანი სიხარულო ადე შენ ხომ გიდოდა კაი სიხარულო როცა მოგინდება წყალი მითხარი ხო მე არ ქვარ ნანა ქენიშე ხო დედა ხო სიცოცხლე კი დედა კი ჩემო ლუკასთვის მე ყველაფერს გავაკეთებ მართლა ეს ჩემი ცხოვრება, ეს ჩემი ოცნება, ეს ჩემი ძალა, ეს ჩემი ჯანმრთელობა და ამდენი წელი მე ამას უვლი სადაც გინდა იყოს მე ბავშვთან ერთად ვიქნები მე უკვე ასაკში ვარ ჩემი საკუთარი არასოდეს მყოლია ეს არის ჩემი შვილი და შვილი და ჩემის ყველაფერი მე ასაკში ვარ მე ჩემ ქონებას დაუტოვებ იმას ვინც ჩემ ლუკას მოვლის